მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია ქრონიკა ცხრის ნახევარზე მე გვანცახურიშვილი ვარ. რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს მერის მოადგილებთან და მერიის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში ძველი წელთაღრიცხვის მე-6000 წრეული დათარიღებული ნიმუშები აღმოაჩინეს. რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ დღეს მერიის მოადგილესთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად ქალაქში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. ქალაქის ხელმძღვანელი პირები მიმდინარე სამუშაოების ხარისხს პირადად გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. კონკრეტულად რა პროექტები მიმდინარეობს ამ ეტაპზე რუსთავში ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა დღეს რუსთავის შემოსასვლელში თბილისი წითელი ხიდის გზაზე მიმდინარე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მოინახულეს. ტერიტორიაზე ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა მუშაობს. რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაეჭრება. კერძოდ კი უხვინალექის დროს იაღლუჯის მთიდან ჩამოსული ღვარცობის ქალაქისგან განრიდება იქნება შესაძლებელი. პროექტის განხორციელებისთვის $1,000,000 ლარამდე დაიხარჯება. ყოველ შაბათს იქნება გასვლით თათბირი, ძირითადად არსებული პრობლემებს დავნახავთ, გარდა ამისა მიმდინარე პროექტები რა მდგომარეობაში შემოსნახავთ და კარგია ყველა სამსახურის უფროს, ვისაც კონკრეტულად ეს საკითხები ეხებათ, ადგილზე ნახავენ პრობლემებს და ადგილზე მოვიფიქრეთ მის გადაჭრის გზებს. ანუ დღეს ახლა ჩვენ შემოვიარეთ ფაქტობრივად ის ქალაქის ერთი ნაწილი, გარკვეული დავალებებიც იქნება მიცემული, როგორ შეიძლება გამოსწორდეს რაღაც კითხვები დაისვა, როგორ შეიძლება უკეთესად განხორციელდეს მსგავსი პროექტები. წვიმების დროს ფაქტობრივად იაღლუჯის მთიდან ჩამოსული ნალექი ქალაქში შემოდის. ეს პროექტს ხავ ახორციელებ და ფაქტობრივად ამ პროექტის დასრულების შემდგომ ქალაქში ფაქტობრივად ვეღარ შემოვა იაღლუჯიდან ჩამოსული ნალექები. დღესვე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩებზე იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობას გაესაუბრნენ და ეზოებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. ამ დროისთვის მესხიშვილის 13 ნომერში სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ლეონიძის 2, 4 და 6 ნომრებში კი ფეხით სავალი ბილიკის მოპირკეთება ხდება. აღნიშნულ მისამართებზე უკვე შეიცვალა შიდა კომუნიკაციები. ლეონიძის 2, 4, 6 ნომრების მოსახლეობას ათეული წლებია პრაქტიკულად აი ეს გასასვლელი მონაკვეთი, რომელიც თქვენს წინაშია, არ იყო არასოდეს გაკეთებული და მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული დისკომფორტი. სულ რაღაც ერთი კვირა, უკვე ორი კვირა პრაქტიკულად მიმდინარეობს სამუშაოები, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყლის კანალიზაციის სისტემების გულისხმობ. ამის შემდეგ დაიგება მანდ საფარი, სპეციალური საფარი, გაშენდება როგორც სკვერის ტიპის მონაკვეთი. გარდა ამისა, მესხიშვილის 13 ნომერში სანიაღვრე სისტემების სერიოზული პრობლემა გახდათ, დაემატა სანიაღვრე სისტემები და ის გუბეები, წვიმის ზედმეტი ნალექის დროს რაც იყო, პრაქტიკულად აღარ იქნება. ჩვენ კორპუსში 3 წელი იყო, 3 სადარბაზო ბოლოში წყალში ვიდა. ამდენ წვიმა მოვიდოდა, ამდენ წყალში ვიდა. ახლა სანიაღვრები ჩააყენეს და მე მაგით გვეშველება და ეს რაც კეთდება, აქ კიდე ეს რამდენიმე 1000 ადამიანის მადლიერი დაგრჩებათ, იმიტომ რომ ძალიან დანგრეული გზები იყო, ხალხს გასავლელი არ ჰქონდა. სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად რუსთავის 22, 25 და 33 საბავშვო ბაღებში სველი წერტილების მოწყობა ხდება. ბაღებში სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ 22 საბავშვო ბაღში მიმდინარე რეაბილიტაციის ხარისხს მონიტორინგს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად უწევენ. სველი წერტილების პრობლემა დაკავშირებული ბაღს წლების მანძილზე ჰქონდა და გამოცხადა ტენდერი და გამარჯვებული კომპანია აღნიშნულ სამუშაოებს დაახლოებით 1 თვეა რაც აწარმოებს. რუსთავის მერი დავით ჯიქი ანალოგიური ხასიათის გასვლით თათბირებს მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ყოველ ორშაბათს გეგმავს. ადგილობრივი მთავრობა ქალაქში მიმდინარე პროექტებს მეთვალყურეობას სისტემატიურად გაუწევს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში მე-6 საუკუნით დათარიღებული ნიმუშები აღმოაჩინეს. გათხრების შედეგად უძველესი ყურძნის წიბწებია ნაპოვნი. ნიმუშები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილებმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. პირდაპირ ეთერში ახლა ქრონიკის ჟურნალისტი ნინო ბერიძე გვერდება. ნინო, როგორ აფასებენ სპეციალისტები ამ აღმოჩენას? Გვანცამ მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა ასე შეაფასეს სპეციალისტებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში არქეოლოგიური აღმოჩენა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ადგილზე საცხოვრებელი ნაგებობები, შრომის იარაღები და ჭურჭელია ნაპოვნი. 4 ძეგლია, ყველგან არის ყურძნის წიბწა ნანახი.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მე-6 ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ყურძნის წიბწები აქ საქართველოს ტერიტორიაზე ველური ვაზის მოშინაურებას და შემდგომში ამ კულტურული ვაზისგან ღვინის დაწურვას ასახავს. ესე როგორი მაღალი მიწათმოქმედებრივი კულტურის მქონე ხალხია აქ. არაფერით არ შეიძლება რომ მე-6 ათასწლეულის პირველ ნახევარში ადამიანს სამი ჯიშის კულტივირებული ხორბალი ჰქონდეს და ის დაბალი განვითარების არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვემო ქართლში აღმოჩენილი ნიმუშების კომპლექსური კვლევით დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად სწორედ სოფელ იმირში მოიშინაურა. ძეგლის არქეოლოგიური შესწავლით დგინდება ისიც, რომ ამ პერიოდში იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. ჩნდება პირველი მეურნეობის ნიშნებიც. უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენები არის გაკეთებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ყურძნის წიბწები აღმოჩნდა კომპლექსური გამოკვლევა კი გვიჩვენებს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე ველური ვაზის მოშინაურება ადამიანმა პირველად ზუსტად ამ ტერიტორიაზე განახორციელეს. იმას ამდაცურებს, რომ ქვემო ქართლი ოდიდანვე იყო ცივილიზაციის კერა და აქედან წამოსული ცივილიზაციით მოიცავდა მთელ საქართველოში. ეს ჩვენი რეგიონის პოპულიზაციის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა ამ სახელწოდების პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით 2014 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთების ლაბორატორიული შესწავლა, არქეოლოგიური მასალების ბიოქიმიური კვლევა, ასევე ნიადაგურ-კლიმატური და გენეტიკური რესურსების შესწავლა მიმდინარეობს. სოფელ იმირის ტერიტორიაზე ნაპოვნი ნივთებისა და კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილი კულტურული ვაზის მტევრის მარცვლები ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს. ეს არქეოლოგიური ძეგლი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ არის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები ზოგადად აგროკულტურის თვალსაზრისით, მაგრამ ყველაზე საყურადღებოა ის, რომ ეს არის ყველაზე ძველი ძეგლი, სადაც მოხდა პირველად ვაზის დომესტიკაცია, გაკულტურება, მისი გამოყენება, პირველად ღვინის წარმოება და ეს სწორედ საქართველოში ხდება. ეს არის ზოგადად ღვინის კულტურის დასაწყისი და აქედან გამომდინარე ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო არის ღვინის აკანი, ღვინის სამშობლო. ჩვენი ტერიტორია წარმოადგენდა ნაწილს იმ დიდი გეოგრაფიული სივრცისა, სადაც უძველესი ცივილიზაციები ვითარდებოდა. ეს სამუშაოები არის საერთაშორისო, ეს სამუშაოები არის სხვადასხვა მეცნიერების თანამშრომლობით, ანუ ეს არის ზუსტად ის მოდელი, როგორიც უნდა იყოს თანამედროვე მეცნიერება. ექსპედიციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად პენსილვანიის, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისნამის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ ექსპედიციაში ქართველი სტუდენტები აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას. მადლობა ნინო, ჩვენ კი განვაგრძობთ გამოშვებას. ხანძარი რუსთაველის ქურჩაზე ცეცხლი კორპუსში გამთენისას გაჩნდა დაზიანდა დაიწვა მთლიანად ერთი საცხოვრებელი ფართი დაზიანდა სამი ბინა მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ხანძრის ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერი დავით ჯიქია. მისი თქმით, სპეციალური კომისია დაზარალებულების მდგომარეობა შეისწავლის და მთავრობა მათ დახმარებას გაუწევს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა მოძველებულმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. ცუდი მდგომარეობა არის, ფაქტურად მეორის მესამე სართული აღარ არსებობს. მეოთხის ნაწილი არის დაზიანებული და ყველაზე ცუდი ის არის, რომ პირველი სართული ყველაზე მეტად დაზარალდა, იმიტომ რომ მთლიანი წყალი მათ შევიდა ფაქტურად კორპუსში, მათთან ჩამოილექა. ნახოთ ახლა ჩვენ დავждებით ეს გავივლით სიტუაციას, რა შეიძლება, როგორ შეიძლება დავგვეხმაროთ და მაქსიმალურად გორჩი დაუდგებით, რომ ის პრობლემა რაც მაგათ ოდნავ შეუნსუბუქოთ. ხმაურზე მეზობლებმა ავიც რანაირად მოახერხეს, სოლქმარი არიან, ფეხზე მეუღლე ყავს, სადარბაზოში ამოვიდნენ, აბრახუნებდნენ კარებზე და მე რაღაცნაირად ისევ გავაღეთ კარები ამ კომში გავედი და გამოვიყვანეთ ეს ხალხი რომ არ გაგუდულიყვნენ. დაიწვა მთლიანად მთელი სახლი. ბავშვი მეორე რჩებოდა ეგ, აი ოდნავ კიდე მოუსწარი, კიდე უკვე ამში შევედი და გამოვიყვანე დიდი უფროსი ბიჭი, უკვე ნაყლაპი ქონდა ყვამლი და ეს საგრძნობას კარგავდა, ის ღამოვასწარი. მეტი არაფერი, აი ესე დაფჩით ცარი.
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ბოლნისში მეტყველებისა და კორექციის ცენტრი ლოგომედის ექიმები სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებს უფასო გასინჯვა დიაგნოსტირებას უკვე რამდენიმე კვირა უტარებენ. ამჯერად აქციით ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 80-მა მოზარდმა ისარგებლა. პროცესს სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ცნობილი გახდა, რომ მოახლოეს მომავალში ბოლნისში სამედიცინო კაბინეტი ამოქმედება, სადაც შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებს კვლევას მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. უფასო გამოკვლევა ჩაუტარდა ბავშვებს, ვისაც მეტყველების პრობლემა აქვთ. მხოლოდ და მხოლოდ ორი მუნიციპალიტეტი დაგვრჩა, თეთრი წყაროს და წალკის და უახლოეს მომავალში მანდად ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, ადრეული დიაგნოზი და ადრეული მკურნალობა დიდი ეფექტი ექნება ამ ყველაფერს, რომ მომავალში ჩვენ პატარებს არ გქონდეთ მეტყველების პრობლემა. სამომავლოდ ფიქრობთ, რომ ეს ღონისძიებები უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს, იმიტომ რომ მეტყველება ეს ერთ-ერთი უპირველესთაგანია ბავშვის შემდგომი განვითარებისათვის, მისი სრულყოფილი ადაპტაციისთვის საზოგადოებაში. სერიოზული დარღვევები აქ არ ყოფილა, არც ერთი აუტიზმის შემთხვევა, ცერებრული დამბლები და მეტყველების სმენის დაქვეითებით გამოწვეული პათოლოგები არ იყო. სჭარბობდა დაახლოებით 90% იყო მართლმეტყველების დარღვევები. მშობლების სახელით ვიძახი და ვამბობ, რომ ყველა კმაყოფილიყო დღევანდელ დღეზე. უამრავი ბავშვი მოვიდა, გაესინჯა, კონსულტაციაც უფასო იყო. გარკვევის რა მდგომარეობა სჭირდა. 65 წლის წინ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პირველი ფოლადი ჩამოისხა. აღნიშნული თარიღი დღეს საწარმოს ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან ერთად აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით ქართული ფოლადის დირექტორმა წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელითა და ფულადი ჯილდოთის საწარმოს 20 თანამშრომელი დააჯილდოვა და მათ ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. პირველი ქართული ფოლადი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში 1950 წლის 27 აპრილს ჩამოისხა. 1950 წლის 27 აპრილს ჩამოისხა პირველი ფოლადი. ეს იყო ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოში. მაგის მერე რუსთავის მეტალურგიული ქარხანა იყო ძალიან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქარხანა საბჭოთა კავშირის და მსოფლიოს მასშტაბით. 5 წელიწადია უკვე მუშაობ ამ საამქროში, უბრალოდ მეტალურგიაში. დღეს გადმომიცა მადლობის სიგელი, რისთვისაც ხელმძღვანელობა ძალიან დიდ მადლობას ვუხდი და იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო უკეთესად და უფრო მაქსიმუმ შევძლებთ და აღორძინდება ქართული მეტალურგია. საქველმოქმედო აქცია რუსთავში 15-მდე ოჯახს საკვები პროდუქტები და ყოველდღიური მოხმარების ნივთები გადაეცათ. საქველმოქმედო აქცია რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით განხორციელდა. ჩოხოსნობა საკუთარი სახსრებით პროდუქტები შეაგროვეს, რომელიც შემდეგ ეგრეთ წოდებული ინტერნატების დასახლებაში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადასცეს. ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძე. რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების დამფუძნებლის განცხადებით, მსგავსი აქციები ქალაქში რეგულარულად ჩატარდება. ჭყონდიდელის დასახლებაში სოციალურად დაუცველებს და მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგეს პროდუქტები თვითონ თავიანთი ხარჯებით, რაც მოახერხეს, შეაგროვეს. დავეხმარეთ დაახლოებით 15-მდე ოჯახს, ჩვენს მიერ შეგროვილი პროდუქტი გადავეცით. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას, ბატონ გოჩა შავაძეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს. მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის. ჩემ ოჯახს, ჩემ შვილებს ძალიან წაადგება ეს საკვებიც და ეს ყველაფერიც. რუსთავში ბიბლიოთეკის კვირეული დაიწყო. კვირეული ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში ღონისძიებით გაიხსნა სხვადასხვა შინაარსის აქტივობებით და იყო დატვირთული ბიბლიოთეკის სხვა ფილიალებით. ნახეთ თამთა ცირამოს სიუჟეტში. საქართველოს მასშტაბით ბიბლიოთეკის კვირეული უკვე წლები აღინიშნება. ინოვაციური ბიბლიოთეკა თანამედროვე საზოგადოებისთვის. კვირეულის აღნიშვნას რუსთავის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები წელს ამ სახელწოდებით შეუერთდნენ. რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში ქალაქში მოღვაწე შემოქმედებითმა საზოგადოებამ სტუმრებს ლიტერატურულ მხატვრული კომპოზიცია წარუდგინა და კვირეულის საზეიმო ვითარებაში გახსნა. გაიხსნა საბიბლიოთეკო კვირეული, რომელიც უკვე 10 წლეულია საქართველოს მასშტაბით აღინიშნება. რუსთაველ საზოგადოებას და მომავალ თაობებს ვთხოვთ, რომ მობრძანდეთ, იმიტომ რომ ყოველი კვირის მთელი დღეების განმავლობაში კვირეულის ფარგლებში 4-5 ღონისძიება მაინც ტარდება მთავარ ბიბლიოთეკაში და ფილიალებში და ბიბლიოთეკა როგორც საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულება ყოველთვის ემსახურებოდა და ემსახურება რუსთაველ ახალგაზრდობას იმ თვალსაზრისით, რომ მათ შეაყვარონ წიგნი და წიგნი როგორც ცოდნის პირველი წყარო ყოველთვის მათ გვერდით იყოს.
კვირაულის ფარგლებში წიგნობრობაზე ისაუბრეს საბავშვო ბიბლიოთეკა ნაკადულშიც. პატარებმა მონაწილეობა ღონისძიებაში სახელწოდებით რატომ უნდა გვიყვარდეს წიგნი მიიღეს. კვირაულის გახსნის დასკვნითი ნაწილი კი რუსთაველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედების ფონზე წარიმართა. დღეს სწორედ აი ამ საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში შევხვდით ერთმანეთს, იყო ლექსის ზეიმი, პოეზიის ზეიმი და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს ბიბლიოთეკას. კვირეული ქალაქში 4 მაისამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დრომდე მიეცემათ რუსთაველებს საშუალება ბიბლიოთეკის კვირეულში აქტიურად ჩაერთონ და დაისწრონ სხვადასხვა ფილიალში გამართულ ლიტერატურულ ღონისძიებებს. ყოველ შაბათს რუსთავის პარკში კინოჩვენება გაიმართება ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივით რუსთავის პარკის ამფითეატრში. პირველი ღონისძიების ფარგლებში ფილმის ფოკუსის ჩვენება მოეწყო. ცენტრის დირექტორის განცხადებით მომავალში მაყურებელს საშუალება ექნება თავად აირჩიონ მათთვის სასურველი ჟანრის ფილმები, რომელიც ქართულ ენაზე იქნება გახმოვანებული. კინოჩვენება ყოველ შაბათს 8 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება. ჩვენ ახალგაზრდებს ვთავაზობთ ყოველ შაბათს 8 საათზე ამფითეატრში Outdoor Cinemas, ასე რომ შეუძლიათ ახალგაზრდებს მოაბრძანდნენ და უფასოდ დაესწრონ კინოჩვენებებს. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის რბოლებს უმასპინძლა. ჩემპიონატის დეტალები რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. რუსთაველმა მოცურავეებმა თურქეთში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებითი ასპარეზეს. სამხატვრო სალონ არტკერას მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ, რომლებსაც მასტერკლასები მხატვარმა დარეჯა ნოზაძემ ჩაუტარა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე შეესრულებინათ ნახატები და საღებავის გამოყენების ხელოვნების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მხატვრისგან მიიღოთ. შეხვედრის ორგანიზატორის განმარტებით, მომავალში სამხატვრო სალონს ცნობილი მუსიკოსები ეწევიან. გაეცნენ ბავშვები თუ როგორ იწყებს ხატვას მხატვარი, ანუ რას აღებავებს, ხმარობს, რა ნივთები ამისთვის საჭირო და აუცილებელი იმისთვის რომ შეასრულოს ნამუშევარი. ეს მასტერკლასი აძლევს ბავშვებს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრონ საკუთარი თავი სამხატვრო სივრცეში და მეტი უნარები გამოიმუშავონ ამ მიმართულებით. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის რბოლებს უმასპინძლა. შეჯიბრი 5 სხვადასხვა კლასში, ფორმულებში, ლეგენდებში და კომპაქტ კლასში გაიმართა რბოლაში. ჯამში 70-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა სტარტზე. ფორმულების რეკორდული რაოდენობა იდგა. ლეგენდების კლასში კი ევროპის სამგზის ჩემპიონი დათა ქაჯაია იბრძოდა. რუსთავის ავტოდრომმა ავტოსპორტის მოყვარულები გულგრილი არც ამჯერად ატოვა. საკმაოდ რთული გამოდგა, იმიტომ რომ სტარტი მესამე მავიღე და პირველივე მოსახვევში ერთი პოზიცია დავთმე და მე ისევ ბრძოლა მომიწია რომ დამებრუნებინა. მაგრამ მოახერხე და კიდევ უფრო მეტი პოზიციით წავიწიე წინ და მეორე ადგილზე გავედი. პატარა შეჯახებაც მოგვიხდა და ისე მომხდა პირველი დარჩი და გავიმარჯვე ეს ეტაპი და მანამ ცოტა სადაო საკითხიც იყო ავარიის ზუსტად. იმედია სასიკეთოდ გადაწყდება. სოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფის წლევანდელ გათამაშებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ტურნირისთვის მზადების ფარგლებში 20 წლამდე ბორჯღალოსნებმა ბოლო შეკრება გაიარეს. მორაგბეების სპარინგ მატჩაც გეგმავენ, რომელიც 30 აპრილს გაიმართება. 20 წლამდელთა ნაკრები კლუბ არმას შეერკინება. საბრძოლო შტაბმა დღეს გუნდის გაფართოებული შემადგენლობაც დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 20 წლამდელთა ნაკრებში 5 რუსთაველი მორაგბე ირიცხება. გუნდში ყავს ურუგვაი, ფიჯი და პორტუგალია. ძალიან რთული თამაშები გვაქვს. და ვემზადებით. ნორმალურად ვემზადებით. ბოლო შეკრება რუსთავში მიმდინარეობს და 26-ში ჩამოვედით და 2 მაისის ჩათვლით აქ დავრჩებით. რუსთაველმა მოცურავებმა თურქეთში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებითი ასპარეზეს. ტურნირში, სადაც 26 ქვეყნის სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, სურის გარკვეულ კატეგორიებში საპრიზო ადგილები რუსთაველმა მოცურავემ თამარ მეგრელიძე მოიპოვა. თურქეთში გამართულ ჩემპიონატზე რუსთაველმა მოცურავემ ჯამში 5 მედლის მოპოვება შეძლო. მონაწილეობას იღებდა 23 ქვეყანა. საქართველოდან იყო წარდგენილი 16 სპორტსმენი, რუსთავიდან 3 სპორტსმენი. თამარ მეგრელიძე, სარიშვილი ლაშა, წურიაშვილი ლუკა. თამარ მეგრელიძემ გვასახელა 5
მედალი მოიპოვა, 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო. ვიცურავე 50 დელფინი, 50 100 დელფინი, 100 ზურგი, 200 კომპლექსი. ამ სტილებში მიავიღე 1 პირველი ადგილი, 2 მეორე ადგილი, 2 მესამე და 1 თასი. რაც შეეხება უცხოეთის სიახლეებს. ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3800 მიაღწია. გავრცელებული ცნობით კატმანდუს მოსახლეობა მასობრივად ტოვებს. ვინაიდან სტიქიის შედეგად ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული ვითარება შეიქმნა. არსებობს წყლისა და საკვები პროდუქტების დეფიციტი. დედაქალაქიდან გასაცვლელ გზებზე საცობებია. კატმანდუს აეროპორტში კი გამგზავრების მსურველთა უზარმაზარი რიგია. 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ჩინეთსა და ინდოეთშიც ათობით ადამიანი იმსხვერპლა. ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა ევერესტზე ზვავი გამოიწვია, რასაც 70-მდე ალპინისტი შეეწირა. ჩილეში სტიქიის ზონიდან 6000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი ვულკან კალბუკოს ამოფრქვევა გახდა. ჰაერში ტონობით ვულკანური ფერფლი გავრცელდა. შედეგად ქვეყნის აეროპორტების დიდმა ნაწილმა მუშაობა შეაჩერა. ვულკანი კალბუკო ჩილეს სამხრეთ რეგიონში, არგენტინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რის გამოც მისი გააქტიურების შედეგად არგენტინის სასაზღვრო რეგიონიც დაზარალდა. ჩილეში 90-ზე მეტი აქტიური ვულკანია. ქალაქ ბალტიმორში პოლიციის განყოფილებაში ფერადკანიანი მამაკაცის დაღუპვის ფაქტი გააპროტესტეს. საპროტესტო აქცია მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა. რამდენიმე საათიანი მშვიდობიანი დემონსტრაციის შემდეგ ზოგიერთმა აქტივისტმა პოლიციის შენობები და მაღაზიის ვიტრინები დააზიანა. სამართალდამცველებმა 12 ადამიანი დააკავეს. ფრედი გრეი 12 აპრილს დააკავა პოლიციამ. მაზურგის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. დაკავებიდან 1 კვირის შემდეგ კი ის გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახის წევრები ბრალს პოლიციას დებენ. და გამიშვების ბოლოს გავიგოთ თუ როგორ ამიც ვარაუდობენ ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკა დღისით 16, ღამით 5 გრადუსი სითბო, თეთრი წყარო დღისით 18 გრადუსამდე გათბება ტემპერატურა, ღამით +8 გრადუსი, დმანისი დღისით 14, ღამით +1 გრადუსი სითბო, რაც შეეხება ბოლნის დღისით 20, ღამით 7 გრადუსი, მარნეული დღისით 22, ღამით +9 გრადუსი, თბილისი ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით +9, გარდაბანი დღისით 24, ღამით 10 გრადუსი სითბო მოსალოდნელი. მე კი გეტყვით, რომ დღეს 21 საათსა და 30 წუთზე გადაცემა არტრუსთავი დაიწყება საინტერესო თემითა და სტუმრით, ასე რომ დარჩით ჩვენს არხზე. დღეისათვის სულ ეს გახდა ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.